გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი ვახტანგიშვილი. ეს არის GeoLab-ის Android development-ის მიმართულებით ტუთორიალები და ჩვენი დღევანდელი თემა იქნება list view custom adapter-ით. ეს ტუთორიალი დაგეხმარებათ მეგობრებო თქვენი დავალების შესრულებაში, რომელიც თქვენ გაქვთ Classroom-ში ჩაგდებული, სადაც უნდა გააკეთოთ აპლიკაცია, რომლის პირველ გვერდზეც იქნება ჩამონათვალი რაიმე ნებისმიერი, ინფორმაციის და რაღაცა კლიკზე დაჭერის შემთხვევაში გადადის მის ამ ინფორმაციის უფრო დეტალურ გვერდზე. ჩვენ შემთხვევაში მე მექნება Game of Thrones აპლიკაცია, წინასწარ მაქვს გამზადებული Winter is Coming კლასი, სადაც მაქვს 3 მასივი სტრინგების, ეს არის სახელების მასივი, ანუ Game of Thrones პერსონაჟების, თითოეული პერსონაჟის დახასიათების და თითოეული პერსონაჟის სურათი. მე მაქვს ეს კლასი წინასწარ შექმნილი და მოდით დავიწყოთ ახლა უკვე პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. პირველ რიგში გვჭირდება ჩვენ ArrayList-ი model class-ის, რომელიც იქნება რაღაც character class-ი ჩვენ შემთხვევაში. მაგრამ რომ გვინდა რომ ეს Game of Thrones-ის ეს თითოეული item-ი წინასწარ შევადგინოთ ჩვენი list view-ისთვის. ამიტომ მოვდგეთ და გავაკეთოთ პატარა ArrayList-ი, სადაც გვექნება ეს ჩვენი character class-ები. მაგრამ პირველ რიგში უნდა შევქმნათ model-ის folder-ი, package-ი, სადაც გვექნება ჩაგდებული character class-ი. შევქმნით model-ი, ქართულად მაქვს. გადავაკეთეთ. ეს არის ჩვენი model package-ი, სადაც გვექნება ახალი კლასი character class-ი. Character class აქვს 3 ატრიბუტი, როგორც წეგან გავიარეთ. ეს არის 3 პარამეტრი: სახელი, description-ი და რა თქმა უნდა image. Android Studio-ში მარტივად შეგიძლიათ დააგენერიროთ კონსტრუქტორი და setting getter-ი. ამისთვის არის საჭირო რომ დავაჭიროთ მეორე კნოპკით, mouse-ის მეორე კნოპკით სარიელ ადგილას და შევნახოთ ეს generate menus item-ია, კონტექსტური menus ერთ-ერთი item-ი generate. შეგვიძლია პირდაპირ alt insert დავაჭიროთ და გადაგვიყვანს პირდაპირ აი ამ ფანჯარაზე. ჩვენ გვჭირდება კონსტრუქტორი მეგობრებო 3 პარამეტრზე და გავაკეთოთ getter-ის setter-ებიც ასევე ყველა პარამეტრზე. და რა თქმა უნდა toString-იც შეგვიძლია დავამატოთ იმისათვის თუ დაგვჭირდა შემდეგ რაიმე debug-ის ფარგლებში ამ ჩვენი ობიექტის დაბეჭდა. ეს არის მეგობრებო ჩვენი character class-ი, რომლის ArrayList-იც უნდა გავაკეთოთ, რომ გადავცეთ შემდეგ ჩვენს custom adapters, რაც იქნება ჩვენი list views-თვის უკვე რაღაც მონაცემები, რომლის გამოყენება შეიძლება. გავაკეთოთ ArrayList-ი character class-ების, რაც list view data, რომელიც იქნება რაღაცა ჩვენი მეთოდით დაბრუნებული რაღაც ლისტი. მაგალითად, დავარქვათ get game of thrown data. ეს get game of thrown data არის გავაკეთოთ private მეთოდი, რომელიც პასუხისმგებელია Winter is Coming კლასიდან გადმოგვიტანოს უკვე ეს თითოეული ობიექტი ქარაქტერების ლისტის სახით. ესე იგი გვინდა ჩვენ private ArrayList ქარაქტერების, რომელსაც ერქმევა ზუსტად ეს სახელი და სადაც ჩვენ მოგვიწევს აი ამ ქარაქტერების ლისტის შექმნა. გადავატაროთ for ციკლი. Winter is coming-ის სიტყვაზე name-ების length-ზე. და შევქმნათ character class-ი, რომელიც იქნება character, რა დავარქვათ, რაღაც ერთ-ერთი Game of Thrones პერსონაჟი, Dragon დავარქვათ, character Dragon. რომელიც იქნება new
character და გახსოვთ ჩვენ რომ კონსტრუქტორში გვჭირდება პარამეტრები. Android Studio ავტომატურად განახებთ თუ რა პარამეტრები არის საჭირო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ გვანახებს და გვაინტერესებს, შეგვიძლია დავაჭიროთ Ctrl+P-ს, რომლის მეშვეობითაც ხედავთ ზუსტად აი ამ პარამეტრებს, რაც საჭიროა ჩვენი კლასისთვის, რომ კონსტრუქტორისთვის რომ გადავცეთ. ჩვენა გვინდა winter is coming is წერტილი name is იური ობიექტი. ასევე გვინდა winter is coming is description is იური ობიექტი და winter is coming is images იური ობიექტი. ეს სამივე მასივი არის თანაბარი ზომის, ამიტომ ნუ გეშინიათ არ გავწდებით მასივის ზომებს და index out of bound exception-ი არ მოხდება. გვინდა ჩვენ დავამატოთ Dragon-ი ჩვენს list-ში და დავაბრუნოთ ჩვენი შექმნილი list-ი. So. ანუ რა გამოვიდა ჩვენ გვაქვს უკვე main activities on create-ში array list-ი list views data, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია რომ შემდეგ adapters გადავწვით. მაგრამ სანამ adapters შევქმნით და adapters გადავწვით, მანამდე მოდი მოვაწყოთ layout-ები, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩვენი activity, ჩვენი აპლიკაცია. main activities layout, tower layout-ში მე მაქვს შექმნილი აი ეს list views view ობიექტი, რაც ნიშნავს რომ ამ activity-ში მთელ ეკრანზე იქნება გაჭიმული list view და შეიგ რა აიტემებიც იქნება მთელ ეკრანზე უკვე გამოჩნდება. მაგრამ იმისათვის რომ list view მიმუშაოს, ჩვენ ასევე დაგვჭირდება თითოეული აიტემის layout-ის გაკეთებაც. ალბათ გახსოვთ ეს ლექციაზე ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ამაზე. list view-ში არის უბრალოდ view group-ი, კონტეინერი, სადაც შეიძლება აიტემები გამოჩნდეს, მაგრამ თითოეულ აიტემის დასახადად საჭიროა ამ აიტემის რაღაცა layout-იც გაკეთდეს. ამისთვის layout-ებში მოდით შევქმნათ list view აიტემი. list view აიტემი, რომელიც იყოს linear layout-ი. აპთემებში შეგვიძლია ავარჩიოთ რაღაც upcompat light-ი, რომ ვიზუალურად რაღაც უკეთესად გამოჩნდეს. ეს არის ჩვენი linear layout-ი. რა გვინდა ჩვენ? ჩვენ გვაქვს თითოეული ხარაქტერისთვის სამი პარამეტრი. გვინდა რომ გამოჩნდეს სურათი, გვინდა რომ გამოჩნდეს სახელი და description-ი არ გვინდა რომ გამოჩნდეს. description-ი გადავიტანოთ დეტალურ გვერდზე. ამიტომ გავაკეთოთ ეს vertikალური linear layout-ი, ისე ჰორიზონტალური linear layout-ი და ამ ჰორიზონტალურ linear layout-ში დავაგდოთ ორი ობიექტი. პირველი ეს იყოს image view, რაც არის ჩვენი სურათი, რაც იქნება და მეორე ეს უნდა იყოს უბრალოდ რაღაცა plain text-ი. ანუ იგივე text view. შევხედოთ ახლა text-ში როგორ გამოჩნდა. ჩვენ რაც ვხედავთ არის მეგობრებო რომ დავაგდეთ image view wrap content-ით და რაღაც id-ით image view და ასევე დავაგდეთ edit text-ი wrap content-ით და weight-ით 1. მოდით ავდგეთ და გავაკეთოთ შემდეგი ამას id-ები შევუცვალოთ, რა თქმა უნდა, edit text-ი არ გვინდა, ჩვენ text view გვინდა და როგორც ჩანს შევწვდი მეგობრებო, edit text-ი არ გვინდა, ჩვენ გვინდა უბრალოდ text view, რომელიც შეგვიძლია იყოს აი ეს plain text view. Plain text view-ს ID გავწეროთ რაღაცა name და image-ი გავწეროთ ჩვენი image view-ს ID-ად. ეს იქნება ჩვენი layout-ი, ორი view, რომელიც ერთმანეთზე არის გვერდი-გვერდი მიდგმული, რაღაცა margin-ები გავუკეთოთ. margin start-ი margin start-ი და margin left-ი არის ერთი და იგივე, ანუ Android-ში left-ი, right-ი, top-ი და bottom არსებობს, მაგრამ სადაახლოებით ალბათ Android 4.0 შემდეგ ალბათ ეს როგორც მახსოვს არაბების გამო იყო start-ი, end-ი და მგონი top და bottom იგივე დარჩა. ამიტომ ეს ავიღო დაახლოებით ერთი 20 dp არ აქვს ამას მნიშვნელობა. რატომაც მიწითლებს. როგორც გითხარით 4.0 და მე მაქვს API target 15, ამიტომ მომთხოვა რომ უნდა იყოს margin left-ი. დიახაც ესე. კარგით.
ეს არის ჩვენი რაღაცა list views item-ი, მე უკვე კარგად ნახავ და უფრო გავალამაზოთ, როდესაც გავუშვებთ უკვე კონკრეტულად ემულატორზე. всё, რა გამოვიდა ახლა მეგობრებო, ჩვენ გვაქვს უკვე list views layout, მთავარი activity-s layout-ი, გვაქვს თითოეული item-ის layout-ი, გვაქვს უკვე data მომზადებული და ახლა რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ გავაკეთოთ ადაპტერი, რომელსაც გადავცემთ data-ს და ამ ადაპტერს დავუყენებთ უკვე თვითონ list views და ეს ადაპტერი იქნება პასუხისმგებელი, რომ თითოეული item-ი დაგვიხატოს უკვე ეკრანზე ჩვენს მიერ გადაცემული მონაცემის მიხედვით. ამისათვის შევქმნათ ცალკე package-ი. ეს იმიტომ ყოფნა package-ებად, რომ როდესაც პროექტი გექნებათ თქვენ უკვე დიდი და ამ უფრო და უფრო მეტი კლასი იქნება, შეიძლება რამდენიმე ადაპტერი გქონდეთ, მოდელის შეიძლება რამდენიმე კლასი გქონდეთ, რამდენიმე activity გქონდეთ ან რამდენიმე ფრაგმენტი და კარგი იქნება თუ ესე package-ებად დაახარისხებთ, იმიტომ რომ კოდის წასაკითხად readability და უფრო სუფთა კოდი იქნება და წაკითხვადი შედარებით ვიდრე ეს ერთმანეთში რაღაც არეული. მოდი ჩვენ ადაპტერს დავარქვათ custom რა ვიცი Dragon Glass Adapter. ცოტა ეს ჩვენი Game of Thrones-ული ობიექტები შევიტანოთ. ეს იქნება ადაპტერი, რომელსაც ქვია უბრალოდ Custom Dragon Glass Adapter-ი. და როგორც გახსოვთ, ყველა ადაპტერი, ეს არა ადაპტერი იქნება simple ადაპტერი თუ simple cursor ადაპტერი, არის base ადაპტერის შვილობილი. ამიტომაც ჩვენი ადაპტერი გავხადოთ ამ შემთხვევაში base ადაპტერის subclass-ი. და ვალდებულები ვიქნებით, რომ გადავუტვირთოთ 4 მთავარი მეთოდი, რომელზეც ჩვენ უკვე ლექციაზე ვისაუბრეთ. ეს 4 მთავარი მეთოდი არის get count-ი, get item-ი, get item ID და get view. ჩვენ აქ აუცილებლად დაგვჭირდება ასევე კონსტრუქტორი, გავიხსენოთ ჩვენი generate მეთოდი და გამოვიძახოთ კონსტრუქტორი. და აქ ჩვენ დაგვჭირდება private array list-ი character კლასების რომელსაც გადმოვცემთ რაღაც list data ეს როგორც ჩანს package-ი გადმომიტანა, იმიტომ რომ არსებობს უკვე სხვა character კლასიც, ეს არის თუ არ ვცდები რაღაც utilis კლასი თვითონ Java-ში. და ეს უბრალოდ მიუთითა package name-ი, ამით მიუთითა რომ ჩვენ გვიძახებთ აი ამ folder-ში არსებულ character class. array list-ი წავოვიღოთ character-ებზე რაღაცა data და ასევე ჩვენ დაგვჭირდება აქ კონტექსტი, რომელიც არის გლობალური კლასი იმისთვის, რომ layout inflator-ი ამოვიღოთ. აქ ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს ასევე კონტექსტი. კარგით, ესენი აღწეროთ. list data და მივიღეთ შემდეგი რამ რომ გვაქვს ადაპტერი ადაპტერ კლასი შევქმნით, რომელსაც გადმოიცემა ორი პარამეტრი, ეს არის კონტექსტი და თვითონ ის data, რომელიც გვინდა რომ გამოვიყენოთ ქარაქტერების და ეს ჩვენ private სვადებში შევინახეთ, რომელსაც შემდგომ გამოვიყენებთ. აქვე შეგვიძლია გავაკეთოთ layout inflator-ის სვლადი. ეს layout inflator-ი დაგვჭირდება იმისთვის, რომ თითოეული item-ის view შექმნას და დაგვიხატოს ეკრანზე. დაგვიხატოს უკვე თვითონ იმ list views თითოეული item-ისთვის, რაც inflator კლასი. სვლადი. რაც inflator-ი იყოს ამოვიღოთ ჩვენი activity-დან layout inflator service-ი და ნუ გადავკასდოთ layout inflator-ს, რადგან წითხოვს ეს არის ობიექტს ვიბრუნებს და გვინდა რომ მივიღოთ layout inflator. ჩვენი კონსტრუქტორი მზად არის, მეგობრებო. ახლა ჩვენ აუცილებლად ის მეთოდები, რომლებიც უნდა გადავტვირთოთ base adapter-ის მეთოდები. base adapter-ი არის abstract კლასი, რომელიც მოითხოვს, რომ ეს ჩვენი 4 მეთოდი გადავუტვირთოთ და გამოვიყენოთ. პირველი, get count. get count-ი აკეთებს შემდეგ რამეს. get count-ი გვეუბნება ჩვენი მონაცემების რაოდენობას.
სახელშიც ლოგიკურად ჩანს. ანუ როდესაც list view უნდა იცოდეს თუ რა რაოდენობის მონაცემები აქვს ადაპტერს და ამ get count-ის მეშვეობით შეუძლია გაიგოს. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აქ ჩვენი data-s size. მეორე ეს არის get item მეთოდი. get item მეთოდი არის უკვე ჩვენი ობიექტი, ამ თითო ადაპტერიდან თითო ობიექტი, რომელიც იქნება get position-ი. და გვაქვს get item ID, რომელიც ამ შემთხვევაში შეგვიძლია პირდაპირ position-ი დავაბრუნოთ, იმიტომ რომ ამას ჩვენ არც გამოვიყენებთ. იდეაში ეს get item ID არის ჩვენი კონკრეტ ადაპტერში არსებული იმის რა ქვია item-ის ID, ანუ რაღაც უნიკალური რაც რა ქვია მითითებელი ნიშანი, რომელიც საჭიროა რომ ერთმანეთისგან შემდეგ განვასხვაოთ და რაც ერთნაირი ადაპტერები არ მივიღოთ. თუ გვინდა რომ ეს რაღაცა რომელ items, ანუ ერთმანეთის ადაპტერების სისულელე ვთქვი მეგობრებო, რომ ვიცოდეთ რომელ item-ზე ვართ ზუსტად ამ get item ID-ს რომ მიხედვით სიტყვაზე შეგვინდოდეს რაღაცა შევინახოთ, რომ აი ამ item-ზე მოხდა რაღაცა მნიშვნელოვანი და ამ get item ID-ს მიხედვით გვეცოდინება კონკრეტულად რომელ item-ზე მოხდა, რადგან list view ყოველ ჯერზე გახსოვთ რომ recycling-ს აკეთებს ამ scroll-ის დროს და ჩვენ რა პოზიციაზეც გქონდა რაღაც item-ი, ყოველთვის იმ პოზიციაზე აღარ გვექნება იგივე item-ი. სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს ადაპტერი, რომ ჩვენი item-ი მონიშნული გქონდეს. თუ რა თქმა უნდა, ამას რა ჩვენ დაგვჭირდება და ამ ლოგიკაში გამოვიყენებთ. და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი ჩვენ შემთხვევაში ეს არის get view მეთოდი, სადაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ იმპლემენტაცია უკვე კონკრეტულად თითოეული ლისტის, თითოეული item-ი როგორ გამოჩნდეს, როგორ დაიხატოს და რა მონაცემები გამოჩნდეს შიგნით. მე აქ გამოვიყენებ ასევე view holder-ის patterns, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ და რატომღაც ლექციაზე ცოტა ბევრი კითხვები გამოიწვია და ახსნით რატომ არის view holder pattern-ი კარგი. აქვე ვიტყვი რომ ახალ lollipop-ში 5.0-დან გამოვიდა უკვე recycler view, სადაც რომელიც არის ოპტიმიზირებული list view და იგულისხმება იქ რომ ეს view holder pattern-ი უკვე აუცილებელი პირობაა რომ გამოიყენოთ. ანუ ეს კარგი ტიპია და list view-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ, რადგან ძალიან დიდ ოპტიმიზაციას უკეთებს ჩვენ list view-ს. დიდ data-ზე ეს უკვე კარგად ჩანს შედარება შეგიძლიათ გააკეთოთ და დიდი data შემთხვევაში დატესტოთ და ნახავთ რომ უფრო მეტად ოპტიმიზირებულად მუშაობს view holder pattern-ით. კარგი, ჩვენ დაგვჭირდება აქ item view, რომელიც უნდა დავაბრუნოთ ჩვენ რეალურად, უნდა შევქმნათ ეს item view, თითოეული item-ის view და ეს get views მეთოდის საშუალებით დავაბრუნოთ. ანუ როდესაც list views გაჭირდება ახალი item-ის დახატვა ეკრანზე, ის მიაკითხავს ადაპტერს და გამოიძახებს სწორედ ამ მეთოდს, რომლის საშუალებითაც დაიხატება layout-ი და შიგ რაღაცა data გამოჩნდება, რომლის ლოგიკასაც ახლა ჩვენ დავწერთ თუ რა მონაცემი სად გამოჩნდეს ამ თითოეული item-ის view-ში. ასევე მოდით აქვე გავაკეთებ უკვე შევქმნი მე private class, რომელიც იქნება view holder-ი. ანუ view holder-ი რატომ ქვია რომ views შემნახველი ტიპია. ჩვენ გვახსოვს რომ list item-ში იყო ორი ცალი, მხოლოდ ორი ცალი view, ეს იყო image view, რაღაც image view და იყო text view, რაღაცა name view. ხო? რატო ვაკეთებ view holders? ხედავთ რომ get view მეთოდს გადმოეცემა სამი პარამეტრი: position, convert view და parent. parent-ი შეგვიძლია ამ შემთხვევაში დავიკიდოთ, იმიტომ რომ არის გადმოცემული views მშობელია, ეს view group-ით დავიკიდეთ. პოზიცია თუ რომელ პოზიციის item-ი იძახება ახლა, ანუ რომელ პოზიციაზე იძახება get view და convert view, რომელიც თავდაპირველად როდესაც view-ები იქნება არის null და შემდეგ convert view არის უკვე გადამუშავებული view. გახსოვთ რომ ლექციაზე ვისაუბრეთ ჩვენ რომ recycler-ი scroll-ის დროს რაღაცა view-ებს ინახავს, რომ შემდეგ reusability მოხდეს ამისი, ანუ ხელახლა გამოყენება და სწორედ convert view-ში გვაძლევს იმ views, რომელიც recycler-ს ახლა ამჟამად უკვე თუ აქვს შენახული, ამას გვთავაზობს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე არსებული view და ხელახლა არ მოხდეს რაღაცა ახალი views დახატვა. ამიტომ შეგვიძლია convert views ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ. და view holder pattern-ი აკეთებს შემდეგ რაღაცას. ჩვენ
როდესაც გვინდა რომ რაღაცა მონაცემები შევიყვანოთ, გვიწევს find view by id-ის გამოძახება ჩვენი view-დან, რომ მივწვდეთ იმ image views ან text views, სადაც name-ი შეგვიძლია შევიყვანოთ, ხო? და view holder პატერნის საშუალებით ყოველ ჯერზე ამ find view by id-ის გამოძახება აღარ დაგჭირდება და შეგვეძლება რომ ერთხელ გამოვიძახოთ შექმნისას და შემდეგ უკვე შენახული გქონდეს და პირდაპირ შეგვეძლოს ამის გამოყენება. იმიტომ რომ find view by id შედარებით მძიმე ოპერაციაა და როდესაც ბევრი data გვაქვს და სულ დიდი scroll-იმედის ხო გამოდის რომ ყოველ ჯერზე უნდა გამოიძახო ეს იმდენი find view by id რამდენიც დაგჭირდება და ეს ცუდი მიდგომა უკეთესია რომ ერთხელ გავაკეთოთ და შემდეგ უკვე რამდენჯერაც მოგვიწევს ამის გამოყენება უკვე ამოღებული გვექნება და პირდაპირ შეგვეძლება მიწდობა. ანუ რას გულისხმობ რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევქმნათ item view. აქ view holder-ის ცვლად შემოვიდა. უნდა შევქმნათ item-ის view, ხო? მაგრამ იმ შემთხვევაში უნდა შევქმნათ ჩვენ item-ის view, თუ convert view გვაქვს null. თუ convert view არ გვაქვს null, ხო? რატო უნდა შევქმნათ ახალი view? პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე შექმნილი view. ამიტომ დავწეროთ პირობა, რომ თუ convert view არის null, მაშინ ჩვენი item view უნდა იყოს like ზევით ამოღებული inflate, ანუ view წერტილი inflate-ის პირდაპირ შეგვიძლია გამოვიყენო და სულ არ იყოს საჭირო აქ inflater-ის ამოღება. შეგვიძლია რომ გავაკეთოთ inflate, უნდა გადავწეთ ამას კონტექსტი, control p გავიხსენოთ. უჭირდება რესურსი, ეს რესურსი არის layout-ი, item-ის layout-ი, ეს წავიდა. layout-ი ჩვენი პროექტის, ჩვენი აპლიკაციის ჯეოლაბის, რომელიც არის list view item-ი და ნუ parent-ი ამ შემთხვევაში არ გვითხრა. შევქმნით ჩვენ item view. აი ამ ზუსტად view inflate-ის საშუალებით ახლა უკვე item view გვაქვს, სწორედ აი ეს layout-ი გადაეცა არის უკვე item view-ში შენახული, ჩათვალეთ. inflate-ის საშუალებით ეს გავაკეთეთ. item view-ში ვიცით რომ გვაქვს ჩვენ ორი ცალი კონდიციონერი ფუჭდება. გვაქვს ჩვენ ორი ცალი view, ეს არის image view image-ისთვის. image და გვაქვს ჩვენ text view სახელისთვის. find view by id აბრუნებს უბრალოდ views და ჩვენ მოგვიწევს ამის გადაკასტვა უკვე ჩვენთვის სასურველ view-ში, ანუ text view-ში და image view-ში. როდესაც გადაკასტვას ან რაიმე პრობლემას ხარვას გთხოვს, შეგვიძლია დავაჭიროთ alt enters და რაღაც შემოთავაზებები მივიღოთ. რაც გაგვიმარტივებს უფრო developments. და აქ მეგობრებო, შეხედეთ, ჩვენ ახლა რა დავწეროთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც view შეიქმნა, ახალი view შევქმნით, უნდა ამოვიღოთ image view და name view, სადაც შემდეგ უკვე data-ს ჩავწერთ. მაგრამ view holder-ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია რომ ეს name view და image view შევინახოთ. ამიტომ აქვე შევქმნათ view holder-ის რაღაცა ახალი ცვლადი. უბრალოდ შევქმნათ view holder-ის ობიექტი და view holder-ში გავწეროთ ეს ჩვენი image view და name view. და შემდეგ ეს view holder-ი ჩვენ item views დავუყენოთ tag-ის საშუალებით რაღაცა view holder-ი tag-ის საშუალებით დავუყენოთ ჩვენს item views. tag-ი რა არის? ყველა view-ს აქვს ესეთი დამატებითი კომპონენტი tag-ი, სადაც შეგვიძლია რაღაც ნებისმიერი ობიექტი მივაბათ, შეიძლება იყოს key values პრინციპით, შეგვიძლია პირდაპირ ობიექტი მივაბათ ამ view-ს. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ცვლადი, ან ეს რო view holder ჩვენ შემთხვევაში რაღაც ჩვენი შექმნილი კლასი და ასე შემდეგ. ეს რას მოგცემს? ყოველ ჯერზე, როდესაც ეს item view გადამუშავდება scroll-ის დროს და get view შემოგთავაზებს convert views, convert view-ში ჩვენ tag-ში გვეწერება უკვე view holder-ი, სადაც აი ეს ორი ობიექტი უკვე ამოღებულია. ანუ ჩვენ აღარ დაგვჭირდება აი ამ ორი find view by id-ის გამოძახება ყოველ get view მეთოდის მიღებისას და პირდაპირ მივწვდებით ამ ორივე views იმისათვის, რომ data შევავსოთ შიგნით.
იმ შემთხვევაში თუ convert view არ მოვიდა ნალი, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა view გამოვიყენოთ და რაღაცა views გამოყენება გულისხმობს, რომ item view უდრიდეს პირდაპირ convert views და ჩვენი view holder-ი, რომელიც ცვლადის სახელზე გვაქვს აღწერილი, უდრიდეს ამ item view-დან ამოღებულ text. აქაც რა თქმა უნდა ეს ობიექტი სახით გვიბრუნებს და უნდა გადავკასდოთ ჩვენს view holder-ში. ეხლა კი მონაცემების შევსება. ამით რა მივიღეთ ეხლა რომ თუ არ გვაქვს გამოსაყენებელი, ანუ ხელახლად გამოსაყენებელი view, მაშინ ვქმნით ახალს, ვიღებთ სათითაოდ იმ ობიექტებს, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, იმ view-ებს და ვინახავთ view holder-ში და თვითონ ამ view holder-ს ვაბავთ ისევ ჩვენ item views. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ რაღაცა გამოსაყენებელი, ანუ convert view არ არის უკვე ნალი და შეგვიძლია ხელმეორედ გამოვიყენოთ უკვე შექმნილი view, პირდაპირ ვიღებთ იმ views და იმ view holders, რომელიც ამ ჩვენ item view-ში შევინახეთ. ეხლა კი ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ რაღაც data შევავსოთ ამ ჩვენ ობიექტებში. გვაქვს თუ გახსოვთ ეს იყო character კლასი იყოს ჩვენი character კლასი იყო ჩვენი მოდელი. რაღაც character რაღაცა დავარქვათ. სიტყვაზე Jon Snow ეს უბრალოდ ვარქვი, ეს არის ცვლადის სახელია, მეტი არაფერი. უბრალოდ character car არ მომწონს, იმიტომ რომ car-ი აქ ისედაც ჩარები ისედაც გვაქვს. ამოვიღოთ ჩვენი ადაპტერიდან get item მეთოდი გამოვიძახოთ, აი ეს მეთოდი. იმ პოზიციაზე, რომელი პოზიციაც ეხლა ჩვენ აი აქ გვაქვს. ამოვიღოთ ეს ობიექტი და ეხლა ამ ობიექტის თითოეული ცვლა პარამეტრი ეს იყო name და image გვჭირდება ამ შემთხვევაში უნდა დავუყენოთ ჩვენ view holders. პირველ რიგში name view შემთხვევაში ძალიან მარტივია, იმიტომ რომ არის text view და text view-ში პირდაპირ გვიწევს set text-ით შეგვიძლია დავაყენოთ Jon Snow-ს get name-ი. ხოლო image view-ში ვერ დავაყენოთ პირდაპირ image, იმიტომ რომ თუ გახსოვთ Winter-ის coming-ში image-ები გვაქვს URL-ების სახით, ანუ ეს არის ლინკები, მისამართები იმ სურათების, რომლებიც გვინდა რომ გამოვიყენოთ. ამისათვის მე გირჩევთ რომ გამოვიყენოთ თქვენ Picasso-ს ბიბლიოთეკა, ძალიან კარგი ბიბლიოთეკაა იმისათვის რომ სურათები ოპტიმიზირებულად ჩამოტვირთოთ, შეიძლება სერვერიდან, ან უბრალოდ ლოკალურიდან ჩატვირთოთ და რაღაც გარკვეული ოპტიმიზაციები გააკეთოს. ეს ძალიან კარგი ბიბლიოთეკაა, Suzuki ბიბლიოთეკაა და ესეთი მარტივი დავალებებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. იმისათვის რომ Picasso დავამატოთ, შევდივართ project structure-ში, გადავდივართ ჩვენს API-s მოდულზე, dependency-ებში, ანუ ეს არის დამოკიდებულებში პირველ ლექციაზე ვილაპარაკეთ, თუ გახსოვთ რომ dependency-ებია და შეგიძლია ბიბლიოთეკები, მოდულები და ასე შემდეგ მარტივად მიაბათ თქვენ პროექტს. ავირჩიოთ library dependency და პირდაპირ search-ში ჩავწეროთ Picasso. თუ არ ვცდები 2S-ით იწერება. და აი არის. ავირჩიოთ Square API-s ეს Picasso-ს 252 ვერსია, ანუ ძალიან ბევრი ვერსიებია, რამდენიმეა, ზოგი ისეთი, ზოგი ასეთი, ну ჩვენ ავიღოთ აი ეს ვერსია, Square-ის ოფიციალური ბიბლიოთეკა. Okay და დავაჭიროთ კიდე ხელმეორედ OK-ს. ხედავთ რომ Gradle-მა დაიწყო ქვევით კონფიგურაციები და დასინკვა Gradle project sync in progress-ი, ანუ ეს ადგილად ჩამოტვირთა ეხა ეს Picasso-ს ბიბლიოთეკა და ჩვენ პროექტს მიაბა. ანუ როდესაც უკვე Gradle მორჩება ამის ჩატვირთვას, რომ აი მორჩა, ჩვენ შეგვიძლია უკვე გამოვიყენოთ Picasso-ს ბიბლიოთეკა. Picasso-ს ბიბლიოთეკა ძალიან მარტივად გამოიყენება, რეალურად ერთი ხაზი კოდის დაწერაა. ავიღოთ Picasso და ვეუბნებით Picasso-ს შემდეგ რაღაცას. გამოიყენეს გლობალური კლასი კონტექსტი, რომელიც ჩვენ უკვე წინასწარ ამოვიღეთ. ვეუბნებით, რომ ჩატვირთე აი ეს URL-ი, რომელიც Jon Snow-ს აქვს, აი ეს get image-ი. ვეუბნებით, რომ მოდი resize-ი გავუკეთოთ, რომ დავაპატარაოთ, ჩვენ არ ვიცით იქიდან რა სურათი მოდის, რამხელა ზომის. ისე რეალურად ჩვენ გვინდა რომ გამოჩნდეს რაღაცა 200-ზე ავიღოთ ამ შემთხვევაში რაღაც სურათი გამოჩნდეს, იმიტომ რომ list item-ები პატარა არ არის იქ საჭირო რომ მთლიანი რაღაცა დიდი უშველებელი სურათი გამოვაჩინოთ და ეს სავსებით დააკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს. გავუკეთოთ კროპირება ცენტრში, დავაცენტრიროთ და გვინდა შემდეგი რამე. ბოლო ესე ვთქვათ მეთოდ ბრძანება ამ Picasso-სთვის არის რომ სად წაიღოს ეს view. ჩვენ გვინდა რომ ეს view წაიღოს იმ ჩვენს image view-ში, რომელიც list item-ში წინასწარ შევქმნით. ეს image view კი ახლა გვაქვს view holder-ში შენახული აი იმ image view-ის სახით.
всё, ეს არის ჩვენი get view მეთოდი. შევქმნით view, ამოვიღეთ ის data, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ამ პოზიციაზე შევინახოთ, გამოვაჩინოთ, ჩავწერეთ სახელი, გადავეცეთ Picasso-s სურათის ჩამოტვირთვის ბრძანება და დავაბრუნეთ თვითონ ეს item view. Picasso-s აქვს თავისი რაღაც default ანიმაციები, ამ შემთხვევაში მგონი fading-ი აქვს, ზუსტად არ ვახსოვს, კიდე არის რამდენიმე ანიმაცია, შეგიძლიათ ეს ჩაურთოთ, გამოურთოთ ან გამოიყენოთ და ასე შემდეგ. კარგით, ადაპტერით შევქმნით. რადგანაც ადაპტერი შევქმნით main activity-ში, გავაკეთოთ ჩვენი ადაპტერი. ეს იყო new custom class adapter, რაღაც სულელური სახელი დავარქვი, არ მიწყინოთ. გადავცეთ ჩვენი list view data, რომელიც აქ ავწერეთ. ამოვიღოთ list view layout-იდან. და ჩვენ list views დავუყენოთ adapter-ად set adapter მეთოდის საშუალებით adapter-ი. ეხლა ჩვენ თუ გავუშვებთ ამ აპლიკაციას, მაშინ უნდა მივიღოთ შემდეგი რაღაც. უნდა მივიღოთ list view, სადაც იქნება ეს ჩვენს მიერ შევსებული data-s item-ების ჩამონათვალი. გვინდა ჩვენ ჯენი მოუშენი. ხედავთ ხო? გვაქვს ეს ჩამონათვალი, ტირიონ ლანისტერი, ჯონ სნოუ, დრაინერ და რაღაცა, მაგრამ რატომღაც სურათები არ გამოგვიჩინა. რატო არ გამოგვიჩინა? ეხლა სურათები მეგობრებო. ადაპტერში Picasso-s გადავეცით, რომ რაღაცა ლინკით უნდა ჩამოეტვირთა, მაგრამ როგორ ჩამოტვირთავდა Picasso, თუ ჩვენ manifest-ში არ მივეცით ამის საშუალება. ანუ რადგანაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენი აპლიკაცია იყენებს ინტერნეტს, ამისთვის საჭიროა permission-ის გაწერა ინტერნეტის გამოყენებაზე. ოღონდ ესენი დიდი ასოთი რატო წამომიღო? with permission. ასე. ანუ ჩვენ ახლა უკვე მივეცით ჩვენ აპლიკაციას manifest-ში იმის უფლება, რომ ინტერნეტი უნდა გამოიყენოს და გავაგებინით Android სისტემას, რომ აი ამ აპლიკაციას შეუძლია ინტერნეტის გამოყენება. ხედავთ ხო მეგობრებო, რომ წამოიღო უკვე სურათები, ჩაგვიწერა ასევე სახელები და ეხლა ერთადერთი რაღაც დარჩა არის ის, რომ ეს ცოტა გავაბევროთ, იმიტომ რომ ვერ scroll-out. ამიტომ main activity-ში გავზარდოთ რაოდენობა და ეს ორჯერ ჩავამატოთ. ორჯერ დავატრიალოთ ერთი და იგივე ციკლი. უბრალოდ აქ ერთი for ციკლი შემოვალოთ კიდევ თავზე. სამი რატო იყოს ერთი 8-ჯერ. და მე ვიღებ შემდეგ რაღაცას. გვექნება list view, სადაც იქნება ჩვენი Game of Thrones-ის მსახიობების თუ ან პერსონაჟების ჩამონათვალი და მათი სურათები. აქ შეგვეძლო უფრო ლამაზი რო ყოფილიყო, პატარა description-ის ადგილიც გამოგვეყო, მაგრამ დაგვეზარა. description-ი გადავიტანოთ ახლა შემდეგ activity-ზე. იმისათვის ახლა ჩვენ გვინდა რომ თითოეულ ობიექტის კლიკზე მოხდეს შემდეგ ეკრანზე გადასვლა, სადაც იქნება უკვე ამ პერსონაჟზე დეტალური ინფორმაცია და უფრო ესე ვთქვათ მეტი ინფორმაციის მიღება რომ შეგვეძლოს. ამისთვის საჭიროა გავაკეთოთ შემდეგი activity. გავაკეთოთ, აი პირდაპირ შეგვიძლია new, ესე დავაჭროთ ჩვენ პროექტს new და აი activity ავირჩიოთ. ჩვენ შემთხვევაში blank activity-ს ავსებით საკმარისია და ამას დავარქვათ details activity. შეიქმნა details activity, რომელიც root view-ს არის, ანუ მთავარი layout-ი არის relative layout-ი. აქ ჩვენ დაგვჭირდება image view. ავიღოთ და ID. გადავცეთ image. გვინდა აქვე text view, სადაც ჩავწერთ სახელს.
ამ ტექსტს გავუწეროთ text size-ი ცოტა უფრო დიდი, მაგალითად დაახლოებით 25 SP ავიღოთ. იმისათვის რომ გავარჩიოთ რაღაცაში იქ ჩავწეროთ. Jon Snow. გვინდა რომ ეს ტექსტი იყოს ჩვენი სურათის მარჯვნივ, რადგანაც relative layout-ი ამის გაკეთება მარტივად შეგვიძლია to right of შეგვიძლია გავუკეთოთ image და დავაცენტრიროთ მოდი ორი ვერტიკალურად. ასე. და ჩვენ ასევე გვინდა კიდევ ერთი text view, რომელიც იქნება უკვე description-ის და ეს ჩვენი description-ი ჩავუშვათ უკვე სადაც parent-ის ცენტრში ავიღოთ, მოდი. Centering parent-ი ამას margin-ი გავუკეთოთ ამ ჩვენი image და სახელი ავწიოთ ეკრანის თავში. ამიტომ ეს შეგვიძლია align parent top-ით გავაკეთოთ. და ავიღოთ რაღაცა margin-ი top-ი იყოს 1.20 dp. Вот так. ძალიან კარგი. Oh, так center center vertically აქ არ დაგჭირდება, იმიტომ რომ description-ი ჩავაქვს შუაში და ეს ჩვენ შუაში არ გვინდა რომ იყოს. კაი, ნახოთ რა გამოვა მეგობრებო, ეს რა layout-ი აიღოთ, მე როდესაც გავუშვებ და შევხედავთ, უკვე უკეთესად დავინახოთ. კარგი, details activity-ში სანამ გადავიდოდეთ, main activity-ში ჩვენ გვინდა list view-ზე კლიკი გავწეროთ. თუ რა უნდა მოხდეს თითოეული item-ის კლიკზე. List view-ს აქვს set on item click listener-ი, რომელიც იჭერს თითოეულ list-ის, თითოეულ ობიექტზე, თითოეულ item-ზე დაჭერის events. და შეგვიძლია ამ event-ში უკვე რაღაცა ფუნქციონალი თუ რა უნდა მოხდეს, ჩვენ უკვე გავწეროთ და დავინახოთ, ანუ გავაკეთოთ რაღაცა გავაკეთებინათ. გვინდა ჩვენ რომ შევქმნათ ახალი intent-ი, გახსოვთ intent-ებზე ვისაუბრეთ. Intent-ი არის სადაც პოსტალიონი, რომელმაც რაღაცა ერთი activity-დან უნდა დასტარტოს მეორე activity და თან რაღაცა data თუ გვინდა გადავწი, შეგვიძლია ამის საშუალებით გადავწით. რაღაცა შევქმნათ new intent-ი, რომელსაც გადაეცემა ჩვენი get activity, უბრალოდ get application context-ი, ეს გლობალური ტიპი და გვინდა გადავწეთ ის details activities კლასი, ანუ ის მეორე activity, სადაც გვინდა ჩვენ რომ წავიდეთ. ასევე intent-ში ჩვენ გვინდა რომ ჩავდოთ ჩვენი data თუ რომელ items დაეჭირა, რომ ვიცოდეთ. ეს შეგვიძლია ამოვიღოთ და adapter-იდან შეგვიძლია on item click listener-ზე გადმოეცემა parent-ი, რომელიც არის adapter view, გადმოეცემა view თუ რომელ views დაეჭირა, გადმოეცემა ასევე position-ი და გადმოეცემა ID. ეს პოზიცია არის თუ რომელ პოზიციაზეა ჩვენი item. ამიტომ parent-ის get adapter-იდან შეგვიძლია პირდაპირ ამოვიღოთ get item-ის ამ ჩვენი გადმოცემული პოზიციის მიხედვით. ნახეთ, ახლა რაც გვეუბნება რომ ფუტექსტრაში ვერ ჩავდეთო, იმიტომ რომ ეს ობიექტი, რომელიც აქ გვაქვს, უნდა იყოს სერიალიზებადი. და სწორიც იქნება, რადგან თუ გვინდა რომ intent-ში რაღაც ობიექტი გადავიდავთ, იგივე bundle-ში აუცილებელია რომ ჩვენი model class-ი იყოს ან სერიალიზებადი, ან parkable-ი. და ეს უნდა გავუწეროთ თვითონ აი აქ character-ის model class-ში აი ამ ერთი პატარა ხაზი კოდით. ეს კი ჩვენ უნდა გადავკასტოთ, რომ ვიცოდეთ, რომ ეს არის ჩვენი character class-ი. adapter-დან ამოღებული item. ის გადაგვჩენია მეგობრებო, რომ დავსტარტოთ ჩვენი intent-ი item-ის კლიკზე. მაგრამ item-ის კლიკზე თუ დავსტარტეთ, ჩვენ details activity-ში უნდა დავწეროთ უკვე ამ მიღება უკვე ამ ჩვენი გადაცემული ინფორმაციის. ანუ აქაც დაგვჭირდება რაღაც character class-ი, რომელიც არასწორად დავწერე. კლასი რაღაცა, რადგანაც Jon Snow გვაქვს დღეს ჯემოს ნაცვლად, მოდი ამოვიყენოთ Jon Snow. მგონი ჯონი არასწორად დავწერე კიდევ ერთხელ, არა, სწორად ამწერია. ნუ, რომელიც იქნება
activity-ში შეგვიძლია ამოვიღოთ ის intent-ი, რომელთანაც გადმოვედით ამ activity-ზე და ეს არის get intent მეთოდი და get intent მეთოდს აქვს get extra-ზე, ანუ ის bundle-ი, რომელშიც ჩვენი ობიექტი ჩავდეთ. და შეგვიძლია აქედან ამოვიღოთ serializable ობიექტი ჩვენ key-ზე, რომელიც აქ არის ეს character-ი. მოვაკოპიროთ, გადმოვიტანოთ, ჩავწეროთ. როგორც წესი ესე მეგობრებო, ცუდია характерის კარგია ხოლმე თუ ამას სადმე გავიტანთ ცალკე ცვლადში, რადგან string-ია, ან string-ის რესურსების ფაილში, ან რამე კონსტანტად დავწერთ, იმიტომ რომ მაგ შეიძლება აი ესე შემშლოდა ეხლა მე მაგალითად და характерის ნაცვლად ამომკლებოდა და დამირტყავდა რა თქმა უნდა exceptions ამაზე და დამეკრეშებოდა აპლიკაცია. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ კარგი იქნება, რომ ერთი და იგივე რაღაცა ორჯერ არ წეროთ. ერთხელ დაწერეთ და შემდეგ უკვე ცვლადის სახით გამოიყენეთ. ამოვიღეთ ჩვენ Jon Snow, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ აქ რამდენიმე რაღაცა ეხა view-ები, ეს Jon Snow-ში არის data, მაგრამ გვინდა რომ details activities ინფორმაციები შევავსოთ. ეს არის text view, name view, რომელიც არის name-ი. ამას ჭირდება გადაკასტვა. ასევე გვინდა text view description-ი. id description-ი და ასევე გვინდა image view name view მარტივად შეგვიძლია შევავსოთ set text-ით get name-ი ასევე მარტივად შეგვიძლია შევავსოთ description view get Jon Snow-ს უნდა კონდეს get description როგორც ახსოვს Jon Snow-მა კარასოდ მიწერია what გადავედით character class-ზე აი სათყოფილა პრობლემა. ნახეთ მეგობრებო, მე რო ეს характерად გადავკასტე, ამანად გადა წამომიღო მე არა ჩემი характერი თუ არ ვწდები. არამედ ეს характერი ძალიან ცუდი სახელი დავარქვი. აი არ მაქვს ზუსტად ეს ჩემი მეთოდები, იმიტომ რომ არასწორი სახელი დავარქვი. character კლასი, характерის სახელი ზოგადად Java-შიც უკვე არის, ეს კლასი არსებობს, ამიტომ ეცადეთ რომ მოერიდოთ უკვე არსებულ core რაღაც სახელები დარგოთ, იმიტომ რომ შეიძლება იმპორტები aerios იმპორტები და წამოიღოს სხვა რაღაცის სხვა კლასის ინსტანსი და შემდეგ აგერიოთ ცხოვრება. ამიტომ აქ დავდგეთ ამ კლასზე, ესეც უნდა ვისწავლოთ refactor-ი. დავაჭიროთ მარჯვენა კნოპკით, ჩამოვიდეთ refactor-ში და rename-ი გავუკეთოთ. ან shift F-ი შეგვეძლო პირდაპირ გავუკეთებინა. დავარქვათ ამას game of thrown character. და გავაკეთეთ refactoring. ეს ადგება და ჩვენს კოდში ნებისმიერ ადგილას, სადაც კი характერი ქონდა გამოყენებული, იმას შეგვიცვლის და გადაარქმევს game of thrown-ის, აი game of thrown character, სადაც კი характერი გვეწერა. მაგრამ აქ არ შეგვიცვალა, იმიტომ რომ ეს характერი იყო სხვა კლასის характერი და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ჩვენ არ ქონდა ის მეთოდები, რომელი მეთოდებიც გვინდოდა რომ გამოგვეყენებინა. იგივე get name-ი და იგივე get description-ი და უკვე get image-იც. Get image შეგვიძლია პირდაპირ აქ Picasso-თი ამოვიღოთ ისევ. ჩამოვიტანოთ, გადავცეთ image view. Context-ში ავიღოთ პირდაპირ ჩვენი activity. Jon Snow წეგან შეცდობით მწერია. და 200-ის ნაცვლად უფრო დიდი სურათი ჩავსვათ, რა ვიცი, მაგალითად 400. გავაორმაგოთ სურათის ზომა. კარგით, გავუშვათ აბა მეგობრებო და ვნახოთ რამდენად იმუშავებს ჩვენი აპლიკაცია. ცოტა გაგვიგრძელოთ ტუტორიალი, მაგრამ არა უშავს. ეს არის ჩვენი ლისტი, სადაც არის Game of Thrones характерები. ავირჩიოთ ჩვენი Jon Snow. კლიკზე უნდა გადაგვიყვანოს ჩვენ
გადაგვიყვანა აგერ მეორე გვერდზე, სადაც უფრო დეტალური ინფორმაცია გამოჩნდა, მაგრამ ხედავთ, რომ ტექსტი გადაედო სურათს და ასე შემდეგ, რაღაც ცუდად იმას. ეს ჩვენი layout-ის პრობლემაა, ეს layout-ი შეგვიძლია გამოვასწოროთ აი აქ. ჩვენი ტექსტი უნდა გავხადოთ layout align ვთქვათ layout below გვინდა image-ზე. ანუ ჩვენი სურათის ქვევით იყოს ეს, რა ქვია, ჩვენი text view. ასევე ეს ყველაფერი ჩავსვათ scroll-ში. შეიძლება უფრო დიდი იყოს description-ი. ამიტომ გვინდა რომ scroll-ით შემოვსაზღვროთ და თუ უფრო დიდი აღმოჩნდა ეკრანის ქვეშ არ დაგვეკარგოს და შეგვეძლოს ჩამოსკროლო ამ views-ი. ასე აბა გავუშვათ ახლა, წესით უკეთესი უნდა იყოს, თუ რამე შეცდომა არ დავუშვით. ეს არის ჩვენი სკროლი, აუჩეთ Daenerys Targaryen და დაგვეკრეშა. აი. მე ვიცი რატომაც დაგვეკრეშა. მაგრამ ნახოთ ეს შეცდომა პირდაპირ აი log cache-ში. შეხედეთ? scroll view არის ესეთი ობიექტი view group-ი, რომელსაც აუცილებელია რომ შიგ გქონდეს რაღაცა ერთი view group-ი, ჩვენ მაგალითად linear layout-ი იმისათვის რომ მოახდინოს scroll-ი. აქ კი ჩვენ შემთხვევაში scroll view-ში არის უკვე 3 სხვადასხვა შვილი და ეს როგორც წესი არ შეიძლება. შეგვიძლია ავიღოთ linear layout-ი, რომელიც ორიენტაციაც იქნება ვერტიკალური და ჩვენ ამ linear layout-ში უნდა ჩავსვათ უკვე ეს 3 ცალი view. Scroll view-ში არ შეიძლება რომ რამდენიმე multiple view იყოს. ვაი, დაიქრეშა. არა, გადავრჩით. ამის გაშვების შემდეგ ჩვენი პრობლემები უნდა გადაიჭრას წესით ისე როგორც Pulp Fiction-ში Mr. Wolf იჭრის ხოლმე. მოდი ავრჩიოთ Tyrion-ი, მაგრად ევასება ყველას. აი ეს არის. Tyrion Lannister-ი, ამას ცოტა პატარა description-ი აქვს. ამიტომ ისევ Jon Snow ავიღოთ, რომლის scroll-ით შეიძლება. აი scroll-ით შეგვიძლია უკვე Jon Snow-ს სურათი გვაქვს, სათაური, description-ი, ეს layout-ი როგორც გვინდა ისე შეგვიძლია მოვაწყოთ ლამაზად რომ იყოს. ამაში ხელი არ შეგვეშლება. ეს იმიტომ ჩამოვარდა ჩვენი სახელი ქვევით, იმიტომ რომ linear layout-ში ჩავსვით და რადგანაც linear layout-ში ჩავსვით, vertical-ურში Jon Snow ჩამოიტანა ქვევით. ეს შეგვეძლო რელატივი გაგვეკეთებინა და აქ მარცხნივ მოგვედო, შეგვეძლო კიდე linear layout-ში ჩაგვესვა ჰორიზონტალურში და გვერდ დაგვედო, მოკლედ ეს მრავალი გზა არსებობს ამის. მოდი, კაი, მაშინ ერთი გავაკეთოთ. რაღაცა linear layout-ის ნაცვლად რელატივი გავუშვათ და ისე დავვილდოთ. ავირჩიეთ Jon Snow და მივიღეთ აი ესეთი რაღაცა ვიზუალი. კი, რა თქმა უნდა, ესეც არ არის, აქ რაღაც მარჯინები შეგვიძლია დავამატოთ, ეს Jon Snow ცოტა გამოვყოთ, აქ ზევითაც ცოტა დავაშოროთ, ტექსტი უფრო დაბლა დავწიოთ და ასე შემდეგ. ეს უკვე მეგობრებო არის ელემენტარული layout-ების გაკეთების. ჩვენ დღეს გავაკეთეთ list view, სადაც view holder pattern-ი გამოვიყენეთ, გავაკეთეთ custom adapter-ი, გადავეცით რაღაც data და თითოეულ item-ზე კლიკის შემთხვევაში გადავდივართ უფრო დეტალურ გვერდზე, სადაც ჩვენს მიერ გაკეთებული layout-იც მიხედვით შეგვიძლია დავათვალიეროთ თითოეული პერსონაჟი უფრო დეტალურად. ეს არის მეგობრებო ჩვენი აპლიკაცია. იმედია რომ გამოგადგებათ ეს ტუთორიალი და დაგეხმარებათ თქვენი დავალებების და სხვა აპლიკაციების გაკეთებაში. აბა ნახვამდის.